მინდა გამოვეხმაურო ნარიმან მაქარაშვილის გარდაცვალების ამბავს და ამ კაცის ირგვლივ იმ მოვლენებს, რაც ხდება დღეს საქართველოში და საქართველოს მოსახლეობის აი ნაწილში, რომელ ნაწილსაც სჯერა ნარიმან მაქარაშვილის. ამავე დროს არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ნარიმან მაქარაშვილი არაფერს უშავებდაო, არავის უშავებდა რამესო, იგი მდუმარებაში იყოვო, აი ჯიპებზე არიჯდაო, ისაო, ესაო და აქედან გამომდინარე ეს კაცი ამ კაცის მოქმედებებს დადებითად აფასებენ საერთო ჯამში. მე ახლა არ დავიწყებ იმის განხილვას ეს კაცი სამედიცინო კუთხით ჯამრთელი იყო თუ არ იყო ჯამრთელი, მე ამის განხილვას არ დავიწყებ, არამედ პირდაპირ გაჩვენებთ ფაქტებს იმისას, რომ ნარიმან მაქარაშვილი აუცელებდა ცრუ ინფორმაციებს თავის შესახებ და თვითონ თავისივე ხელით აუცელებდა პროპაგანდისტულ კალენდრებს, რომელ კალენდრებზეც დატანებული იყო მისი სურათი და წარწერები, რომ ქრისტე ქართველია და კიდევ სხვადასხვა ტიპის სხვადასხვა ტექსტის წარწერებით იყო სხვადასხვა კალენდრები, რომლებსაც თვითონ ეს ნარიმან მაქარაშვილი თავისი ხელით აუცელებდა. ესე იგი, მისმა მრევლმა კი არ შეარქვა მას ქრისტე და ღმერთი და მისმა მრევლმა კი არ გააღმერთა ასე ვთქვათ, არამედ თვითონ ეს კაცი აუცელებდა აი ამ ცრუ ინფორმაციებს. მადლობა მამაო. Mama Nikola, ზეციცარი ხო ძალიან. Mama Nikola შენი გამარჯვება იყოს მამა, დიდება დიდება ქრისტეს. ამინ. თუ დააკვირდით აი ამ კალენდრებზე, რომელსაც ეს კაცი თავისი ხელით ურიგებდა იქ მისულ ადამიანებს, ამ კალენდარზე ზემოდან ეწერა მართლმადიდებლური კალენდარი. ქვემოთ იყო ორი ფოტოსურათი, ერთი თვითონ ნარიმან მაქარაშვილისა, მეორე იყო მამაკაცის გამოსახულება, ვითომ და ქრისტეს ხატებს რო ეძახიან და ქვემოთ წარწერა იყო ქრისტე ქართველია. აი ასეთი წარწერა იყო და საქმე იმაშია, რომ თვითონ ეს კაცი აუცელებდა აი ამას თავისი ხელით. ამავე დროს არის კიდევ სხვა ვიდეოებიც, ხელმისაწვდომი არის საჯაროდ, ეს მე Facebook-ის ერთ-ერთი მათი პროპაგანდისტული გვერდიდან ავიღე. თვითონ ესენი აუცელებდნენ აი ამას ნარიმან მაქარაშვილი და მისი მიმდევრები. ესენი აუცელებდნენ აი ამ ვიდეოებს და ეს ხელმისაწვდომია და მე ამით იმის თქმა მინდა, რომ ვინც ნარიმან მაქარაშვილის მიმდევრები არ იყავით და ახლა გამოდიხართ და ამბობთ, რომ იგი არაფერს უშავებდა, მდუმარებაში იყო ეს კაცი. აი თქვენ ვინც მის მოქმედებებს არ აკვირდებოდით, ახლა რატომ უწევთ ამ ადამიანს აი ასეთ პროპაგანდას ისევ და ისევ ამ მისი მიმდევრების საზიანოდ. იმიტომ რომ თითოეული ადამიანისთვის ზიანის მომტანი არის არასწორ გზაზე სიარული. ჯერ კიდევ უფალმა იესო ქრისტემ თავისივე პირველივე საუკუნეში თავისი მოწაფეები და ქრისტიანები გააფრთხილა წინასწარ და უთხრა მათ, რომ
აღდგებოდნენ ცრუ ქრისტეები და სასწაულებსაც კი მოიმოქმედებდნენ და უფლის იესო ქრისტეს ეს გაფრთხილება დაწერილი არის დღეს ბიბლიაში და დღეს ჩვეულებრივად ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ, სადაც არის პირდაპირ წინასწარმეტყველება იმისა, რომ მრავალი ადამიანი იქნებოდა ისეთი, ვინც თავის თავზე იტყოდა, რომ იგი იყო ქრისტე და მისთვის არ უნდა დაეჯერებინათ, ვინაიდან ნამდვილი ქრისტეს, იესო ქრისტეს მოსვლა იქნება ისეთი, რომელიც ყველასათვის იქნება საჩინო, ასე ვთქვათ, და ამას თან მოსდევს ის მოვლენები, რაც ბიბლიაში არის დაწერილი იესო ქრისტეს 1000-წლიანი მეფობა და შემდგომ ის სხვა მოვლენები, რაც ასევე ბიბლიაში არის დაწერილი. ხოლო მანამდე, სანამ ქრისტე მოვა, მანამდე უნდა იყოს ანტიქრისტეს გამეფება, ასე ვთქვათ, და საქმე იმაშია, რომ ქრისტეს მოსვლა ბიბლიის მიხედვით იქნება ისეთი, როგორიც იყო მისი ამაღლება. აგერ თვითონ ანგელოზებმავე უთხრეს ქრისტეს მოწაფეებს, რომ ეს იესოვო, რომელიცო ამაღლდა, ასევე დაბრუნდებაო და ეს მოხდა, ქრისტეს ამაღლება მოხდა ზეთისხილის მთიდან, რომელიც არის ისრაელის ტერიტორიაზე. რას ნიშნავს ეს? რომ იესო ქრისტეს ხორციელად დაბრუნება, ასე ვთქვათ, ხო? ხორციელად მისი მოსვლა, დაბრუნება მოხდება სწორედ იქ, ზეთისხილის მთაზე და ამას მოსდევს ისეთი მოვლენები, რაც დაფარული და დამალული არ იქნება. ხოლო მანამდე თავად უფალმა იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მრავალი ცრუ ქრისტე მოვიდოდა და იტყოდნენ, რომ მე ვარ ქრისტეო და ამ შემთხვევაში ნარიმან მაქარაშვილიც არ არის გამონაკლისი. ახლა მე მინდა გაჩვენოთ ბიბლიიდან აი ეს ადგილები, სადაც დაწერილი არის ეს წინასწარმეტყველება იმისა, რომ ცრუ ქრისტეები მოვიდოდნენ და მის მორწმუნეებს, უფლის მორწმუნეებს მათი არ უნდა დაეჯერებინათ. აი ახლა მე ამას გაჩვენებთ და ამავე დროს გაჩვენებთ ბიბლიიდან იმის მტკიცებულებებს, რომ სინამდვილეში ქრისტე ქართველი არ არის, ქრისტე ხორციელი წარმომავლობით არის ისრაელის წიაღიდან გამოსული დავითის ხორციელი შთამომავალი, ასე ვთქვათ, იუდას ტომიდან არის გამოსული. იუდა იყო ისრაელის ერთ-ერთი შვილის სახელი, რომლისგანაც გამრავლდა ისრაელის ერთ-ერთი შტო, რომელსაც ეწოდება იუდას შტო, იგივე იეჰუდას შტო. ამავე დროს მე მინდა ასეთი რაღაცა ვთქვა, რომ როდესაც ეს კაცი თვითონვე თავისი ხელით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ იგი რომ ქრისტე ქართველი იყო და ამავე დროს მისი მიმდევრები მის თანდასწრებით მას ქრისტეს უწოდებდნენ, ღმერთს უწოდებდნენ და ეს ადამიანი ამას არ უარყოფდა, ესეც იყო ნიშანი იმისა, რომ თვითონ ეს კაცი ამას ეთანხმებოდა, ხო, ასე ვთქვათ, ახლა ეს სინამდვილეში ნამდვილად ეთანხმებოდა თუ არ ეთანხმებოდა და არამედ ეს რაღაცა მიზანმიმართული პროპაგანდისტული PR კამპანია იყო რაღაცისთვის გამიზნული, მე ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ როდესაც ამ კაცს ღმერთს უწოდებდნენ და ქრისტეს უწოდებდნენ, ეს კაცი ამ ადამიანებს არ ეწინააღმდეგებოდა, რაც არის არასწორი, იმიტომ რომ აგერ ბიბლიაში არის ფაქტები იმისა, რომ ქრისტეს მოციქულები
როგორ წინააღმდეგნი იყვნენ მათთვის მიეწერათ ადამიანებს ისეთი რამ, რაც ისინი რაც არასწორი იყო და აი ამის დამამტკიცებელ ფაქტებსაც გაჩვენებთ ბიბლიიდან, მაგრამ მანამდე მოდით უფლის იესო ქრისტეს წინასწარმეტყველებას წაგიკითხებთ, სადაც იგი თავის მოწაფეებს ეუბნებოდა, რომ მრავალი ცრუ ქრისტე აღდგებოდა და სასწაულებსაც კი მოიმოქმედებდნენ. და ამავე დროს ახლა მე თქვენ გაჩვენებთ ბიბლიიდან იმის დამამტკიცებელ ადგილებს, სადაც დაწერილი არის, რომ უფალი იესო ქრისტე ხორციელი წარმომავლობით არის იუდას ტომიდან დავითის ხაზით, ვინაიდან მარიამი იესოს დედა იყო დავითის შთამომავალი ნათანის ხაზით და მისი გენეალოგია დაწერილი არის ლუკას სახარების 3 თავში. მოდით ახლა აი ამ ადგილებს როგორც მტკიცებულებებს აი ესე წავიკითხავ და თქვენს გაჩვენებთ და თქვენს ყურადღებით მიადევნეთ თვალი. ეს არის მათეს სახარების 24 თავი და 24 თავის 23 მუხლიდან წავიკითხავ, სადაც უფალი იესო ქრისტე ამბობს. მაშინ თუ ვინმე გეტყვით, აჰა, აქ არის ქრისტე ან კიდევ იქო, ნუ ერწმუნებით, რადგან აღდგებიან ცრუ ქრისტენი და ცრუ წინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებს და ნიშებს, რათა აცდუნონ თუ კი შესწლეს თვით რჩეულნიც. აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ. ასე რომ თუ გეტყვიან, აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ და აჰა, თავის სენაკშიაო, თავის ოთახშიაო, ნუ ერწმუნებით, ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლას. რადგანაც სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან სვავებიც და მსწრაფლ იმ დღეთა პირის შემდეგ დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე, მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი და იხილავენ ძეს კაცისას მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით. მოავლინებს თავის ანგელოზებს მრგვინავი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულთ 4 თავ ქართაგან ცათა კიდიდან მათ კიდემდე. ლეხვის ხისაგან ისწავლეთ იგავი, როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით რომ ახლოა ზაფხული. ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ რომ უკვე ახლოა კარზეა მომდგარი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ ახსრულდება. ცადა მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ. მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ. და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი. ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც. მაშინ ორნი იქნებიან ველად, ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. ორი ქალი იქნება წისქვილში, ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. მაშ იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. ახლა კი წაგიკითხავთ ბიბლიის იმ ადგილს, სადაც დაწერილი არის, როგორ ამაყდა უფალი იესო თავისი მოწაფეების თვალს, როგორ მოეფარა და შემდგომ რა უთხრეს მათ ანგელოზებმა.
ეს არის ბიბლიის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ეწოდება მოციქულთა საქმენი ან საქმეები. და ეს არის პირველივე თავი, საქმეების პირველივე თავი. აქ ლუკა მახარებელი არის მიჩნეული ამის დამწერად და ვინმე თეოფილეს, რომელიც იყო მორწმუნე კაცი, მას სწერდა და შემდგომ ამისა ეს ბიბლიის შემადგენლობაშიც არის შესული და აგერ ჩვენც ვკითხულობთ ამას. პირველი წიგნითო თეოფილეო გადმოვეციო ყოველივე ის, მე ამას ახლა გამოვტოვებ. მოდით, არ გამოვტოვებ, წავიკითხავ სრულად. პირველი წიგნით გადმოვეცი ყოველივე ის, თეოფილე, რითაც დაიწყო იესომ თავისი საქმე და სწავლა. ამ დღემდე, როცა ამაღლდა ზეცად, მას შემდეგ, რაც სულიწმინდით მისცა მცნებანი მოციქულებს, რომლებიც ამოირჩია და რომლებსაც მრავალი სარწმუნო ნიშნით ცოცხლად წარუდგა თავისი ვნების შემდეგ. 40 დღე ეჩვენებოდა და ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა მათ. შეკრიბა ისინი და უბრძანა: ნუ გაშორდებით იერუსალიმს, არამედ ელოდეთ აღთქმას მამისას, რომელიც ისმინეთ ჩემგან. ვინაიდან იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ არც თუ მრავალი დღის შემდეგ სულით წმინდით მოინათლებით. შეკრებილნი კი ეკითხებოდნენ: უფალო, ნუ თუ ამ ხანებში აღუდგენ სამეფოს ისრაელს? და უთხრა მათ: თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ, არამედ მიიღებთ ძალას, როცა სულიწმინდა გადმოვა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში ქვეყნის კიდემდე. ეს რომ თქვა, მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა აიტაცა მათ თვალთაგან. და ვიდრე ისინი ცას შეჰყურებდნენ მისი ამაღლებისას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით, რომლებმაც უთხრეს მათ: კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, თქვენგან რომ ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგი. მაშინ ისინი დაბრუნდნენ იერუსალიმში, მის მახლობლად შაბათის სავალ მანძილზე მდებარე მთიდან, რომელსაც ჰქვია ზეთისხილისა. აიყურეთ, ზეთისხილის მთიდან ამაღლდა უფალი. და ამ ანგელოზებმა უთხრეს მათ, რომ ეს იესოვო, თქვენგან რომ ამაღლდა ზეცადო, ისევე მოვაო, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგიო. ისევე მოვაო. და ამავე დროს ახლა მე თქვენ გაჩვენებთ ბიბლიაში იმ ადგილს, სადაც დაწერილი არის, რომ იესო, როდესაც დაბრუნდება, მისი ფეხი შედგება ისევ ზეთისხილის მთაზე და ფიზიკურად მისი დაბრუნება იქნება ზუსტად ზეთისხილის მთაზე, საიდანაც იგი ამაღლდა. დავგვირდით ამას, ეს არის ზაქარია წინასწარმეტყველის მე-14 თავი, ზაქარია წინასწარმეტყველის ეს წერილიც ბიბლიის შემადგენლობაშია და თქვენ თუ გისახში ბიბლია გაქვთ, შეგიძლიათ აიღოთ და გადაფურცლოთ ზაქარია წინასწარმეტყველის მე-14 თავზე. წავიკითხავ პირველივე მუხლიდან. აჰა, დადგება დღე უფლისაგან და დანაწილდება შენი ნადავლი შენს წიაღში. თავს მოვუყრი ყველა ხალხს იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. აღებული იქნება ქალაქი, სახლები გაიძარცვება და ქალები გაუპატიურდება. ნახევარი ქალაქი ტყვედ წავა, ხოლო დანარჩენი ხალხი არ მოიკვეთება ქალაქიდან. გამოვა უფალი, დააგვირდით ამას, აქ ისრაელის მიმართ არის ეს სიტყვები გამოყენებული და აქ კონტექსტშიც შესანიშნავად ჩანს ეს. გამოვა უფალი და შეებრძოლება ამ ხალხს, როგორც ოდესღაც ომობდა ბრძოლის დღეს. შედგება მისი ფეხი ამ დღეს ზეთისხილის მთაზე,
იერუსალიმის პირდაპირ რომ არის აღმოსავლეთით, შუაზე გაიპობა ზეთისხილის მთა აღმოსავლეთიდან დასავლეთით და გაჩნდება ძალზე დიდი ხეობა, მთის ერთი ნახევარი ჩრდილოეთით წავა მეორე ნახევარი სამხრეთისკენ. გაიქცევით ჩემი მთების ხეობაში, რადგან ხეობა მთებს შორის აცალამდე მიაღწევს. გაიქცევით როგორც მიწის ცვრისაგან, გარბოდით იუდას მეფის ყუზიას დროს. მაშინ მოვა უფალი, ჩემი ღმერთი და ყველა წმინდა მასთან ერთად. იმ დღეს აღარ იქნება ნათელი არამედ სიცივე და ყინვა. იქნება ერთი დღე უფლისთვის საცნაური, არც დღე იქნება, არც ღამე, მხოლოდ საღამო ჟამს იქნება ნათელი. იმ დღეს იქნება, რომ იდინებს იერუსალიმიდან სიცოცხლის წყალი. ერთი ნახევარი აღმოსავლეთის ზღვისკენ წავა, მეორე ნახევარი დასავლეთის ზღვისკენ. ზამთარ ზაფხულ ასე იქნება. იქნება უფალი მეფედ მთელს ქვეყანაზე. იმ დღეს ერთი იქნება უფალი და მისი სახელიც ერთი იქნება. ვაკედ იქცევა მთელი ქვეყანა გებაყიდან რიმონამდე, იერუსალიმის სამხრით. იერუსალიმი კი ამაღლდება და დაარჩება თავის ადგილზე ბენიამინის კარიბჭიდან პირველი კარიბჭის ადგილამდე, კუთხის კარიბჭემდე და ხანანელის კოშკიდან მეფის საწნახელამდე. იცხოვრებენ მასში და აღარ იქნება შეჩვენება და მშვიდად იცხოვრებს იერუსალიმი. ახლა კი ბიბლიიდან გაჩვენებთ იმ ადგილებს, სადაც ძალიან მკაფიოდ არის დაწერილი, რომ იესო ქრისტე ხორციელად იყო დავითის თესლიდან გამოსული და იგი ქართველი არ ყოფილა, იმიტომ რომ საქართველოს სულ სხვა არის, ქართველების სულ სხვანი არიან და ისრაელიანები სულ სხვანი არიან. ამიტომაც ახლა ამის გამო რომელიმე ერს შეშურდეს და რატომ ქართველებში არ დაიბადაო და ებრაელებს რატომ უნდა დაუჯეროთო, ჩვენ ებრაელებს კი არ უნდა დაუჯეროთ, არამედ ღმერთს უნდა დაუჯეროთ, რომელიც არ მალავს ებრაელების ცუდ საქციელებსაც და ამავე დროს არ მალავს სხვადასხვა ერების ცუდ საქციელებსაც და უფალი იესო ყველა ადამიანს ასწავლის ერთნაირად. ეს ებრაელი იქნება თუ არა ებრაელი იქნება, უფალი იესო მოვიდა ყველა ადამიანის გადასარჩენად, ყველა ადამიანის გამოსასყიდად, რომ ცოდვისგან გამოესყიდა ყველა ადამიანი თავისი სისხლით და თავისი თავი მსხვერპლად შეწირა იმისათვის, რომ აი ამ მსხვერპლით გამოვესყიდეთ ცოდვისგან, ცოდვის მონობიდან. ამიტომაც ახლა ვინმე იფიქროს, რომ ეს ბიბლია ებრაელების წიგნიაო და ასეთი რაღაცა თქვას, ეს უგუნურება იქნება მრავალი მიზეზის გამო იქნება ეს უგუნურება და ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ბიბლიაში არა მხოლოდ ებრაელების ისტორიები და ამბებია დაწერილი, არამედ სხვადასხვა ერების ამბებიც არის აღწერილი და პირველ ეტაპზე როცა ღმერთმა გააჩინა ადამი არც ებრაელი იყო, არც ქართველი იყო და მას ეროვნება როგორც ასეთი, ხო? დღეს რომ ეროვნებებია ადამიანს ასეთი ეროვნება არ ქონია. მოდით ახლა წავიკითხავ ბიბლიის შემადგენლობაში შესულ ერთ-ერთ წერილს, რომელსაც ეწოდება ტიმოთეს მიმართ მეორე წერილი, რომელიც წერილიც ქრისტეს მოციქულმა პავლემ გაუგზავნა ტიმოთეს. ეს წავიკითხავ ტიმოთეს მიმართ მეორე წერილის მეორე თავის მერვე მუხლიდან, სადაც პავლე მოციქული ტიმოთეს ეუბნება. მოდით მეშვიდე მუხლიდან წავიკითხავ. დაუფიქრდიო ჩემს ნათქვამსო, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს. გახსოვდეს იესო ქრისტე,
დავითის თესლისაგან მკვდრეთით აღმდგარი ჩემი სახარების მიხედვით, ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც პოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით. სარწმუნოა სიტყვა, თუ მასთან ერთად მოვკვდით, მასთან ერთადვე ვიცოცხლებთ. თუ დავითმენთ, მასთან ერთადვე ვიმეფებთ, ხოლო თუ უარ ვყოფთ, ისიც უარ ვყოფს ჩვენ. რომც არ ვირწმუნოთ, ის მაინც სარწმუნოა, რადგანაც თავის თავს ვერ განუდგება. ეს შეახსენეო მათო და უმოწმე უფლის წინაშე თავი ანებონ სიტყვიერ ჭიდილს, რომელიც არას გვარგია და მსმენელებს კი თავგზას აუბნევს. კარგით, ახლა დაუბრუნდები ისევ მერვე მუხლს. პავლე მოციქული ტიმოთეს არიგებდა ამ სიტყვებით, რომ გახსოვდეს იესო ქრისტეო დავითის თესლისაგანო მკვდრეთით აღმდგარი ჩემი სახარების მიხედვითო. ესე იგი, პავლე მოციქული ქადაგებდა ქრისტეს სახარებას და აი ამიტომაც ამბობს აქ ჩემი სახარების მიხედვითო მკვდრეთით აღმდგარიო. უფალმა იესო ქრისტემ ჩვენ გვახარა ცოდვისგან გამოსყიდვა, რომ მან თავისი სისხლით ცოდვისგან გამოგვისყიდა, მოკვდა იგი ჩვენი ცოდვების გამო დამარხული იქნა და შემდგომ მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა. და ქრისტეს სწავლებას პავლე მოციქული უქადაგებდა ადამიანებს, ვინაიდან იესო ქრისტემ პავლე დაადგინა თავისი სახარების ქადაგებლად, რომელზე ინფორმაციაც ამავე დროს არის ბიბლიაში ჩაწერილი მოციქულთა საქმეების ნაწილში. წაიკითხეთ ყურადღებით მთელი ეს მოციქულთა საქმეების ნაწილი და იქ ნახავთ, რომ პავლე მოციქულად ნამდვილად იესო ქრისტემ დაადგინა. ახლა მე რაც მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა არის ის, რომ აი ამ ადგილას ძალიან მკაფიოდ არის დაწერილი, რომ იესო ქრისტე იშვა დავითის თესლისაგან. ამავე დროს მინდა წაგიკითხოთ ბიბლიის კიდევ ერთი ადგილი, რომელიც არის რომელთა წერილის ნაწილი, რომელთა მიმართ გზავნილი არის ბიბლიის შემადგენლობაში. და ახლა მე წავიკითხავ რომელთა მიმართ წერილის პირველი თავის ფრაგმენტს, სადაც ჯერ დასაწყისში პავლე თავის თავს აცნობს კითხველს და წერს: პავლე იესო ქრისტეს მონა, მოციქულად ხმობილი და ღვთის სახარებისათვის რჩეული, სახარებისა, რომელიც წინასწარ აღგვითქვა თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმინდა წერილში და რომელიც ეხება მის ძეს, დავითის თესლისაგან ხორციელად შობილს, ძალით, სიწმინდის სულითა და მკვდრეთით აღდგომით, ღვთის ძედ განჩინებულს უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს, ვისი მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით სარწმუნოებას დავუმორჩილოთ ყოველი ხალხი, რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ ხმობილნი, ყველას, ვინც ხართ რომში, ღვთის საყვარელთ და წმინდა ხმობილთ, მადლი და მშვიდობა თქვენ და მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. დააკვირდით აი ამ ინფორმაციას მესამე მუხლში დაწერილს, რომ ეს სახარებაო, რომელსაც პავლე მოციქული ქადაგებდა, ეხებოდა და ეხება ღვთის ძეს იესო ქრისტეს, რომელიც არის დავითის თესლისაგან ხორციელად შობილი. აი აქაც დავითია ნახსენები, ხოლო ბიბლიიდან ცნობილი არის ის, რომ დავითი იყო ისრაელის ერთ-ერთი შტოს, იუდას შტოს წარმომადგენელი. ახლა მე თქვენ გაჩვენებთ ლუკას სახარების მესამე თავის ფრაგმენტს. ეს არის ლუკას სახარების მესამე თავის 23
მუხლი 23, 24 და ასე შემდეგ, ასე თუ ჩამოვსკროლავთ, ჩვენ წავიკითხავთ იესო ქრისტეს ხორციელად წარმომავლობის გენეალოგიას, რომელსაც მივყავართ ღმერთამდე. ცნობილი არის ის, რომ მათეს სახარების დასაწყისში დაწერილი არის იოსების გენეალოგია. ხოლო აი აქ დაწერილი არის უკვე მარიამის გენეალოგია და წერია ასეთი რამ, რომ იესო ამ დროისთვისო, როცა იგი წყლით მოინათლა, იყო 30 წლისა და იყოვო როგორც ეგონათო ადამიანებს, იქ იმ ადამიანებს, ვინც პირველ საუკუნეში ცხოვრობდნენ და იესო ქრისტესთან ჰქონდათ შეხება, ასე ვთქვათ, აი იმ ადამიანებს, როგორც ეგონათო იყოვო ძე იოსებისაო, დააკვირდით ამას, როგორც მათ ეგონათო იყოვო ძე იოსებისაო, მაგრამ სინამდვილეში იოსები მისი მამა არისო. და მეორე გაგრძელებულია გენეალოგია, რომ ელისა, მათთათისა, ლევისა, მელქისა, იანანისა და ეს არის უკვე იანაისა. ეს არის უკვე მარიამის გენეალოგია, რომელსაც აი ასე რომ ჩამოვყვებით, მივყავართ დავითამდე. აიყურეთ 31 მუხლში ჩაწერილი არის მელეასი, მაინანისა, მატათასი, ნათანისა, დავითისა, მერე იესესი. ეს ნათანი იყო დავითის ვაჟი, მერე მოდის დავითი, იესე იყო დავითის მამა და აი ასე რომ ჩამოვდივართ, აიყურეთ 33 მუხლის ბოლოში დაწერილი არის იუდას სახელი. შემდგომ მოდის იაკობი, ისაკი, აბრაამი, თარასი, ეს თერახი, თარაში იგივე, იაკობი, ისაკი, აბრაამი, ზუსტად ეს გენეალოგიური ხაზი იესო ქრისტეს ხორციელად წარმომავლობის გენეალოგიური ხაზი მიდის იუდამდე, იაკობამდე, ისაკამდე, აბრაამამდე და აი ასე მოდის და 38 მუხლში მოდის უკვე ენოში, სეთი, შეთი იგივე, ადამი და მივდივართ ღმერთამდე. ასე რომ იესო ქრისტეს გენეალოგია ხორციელი წარმომავლობის მხრივ და ზოგადად მისი წარმომავლობა ძალიან მკაფიოდ არის მოცემული ბიბლიაში, რომ იგი ხორციელი წარმომავლობის მხრივ იყო ისრაელიდან, იუდას შტოდან, დავითის თესლისაგან. ხოლო იგი რომ იყო ღმერთი, ამას თვითონ უფალივე ადასტურებს თავის სიტყვებში, ვინაიდან ებრაელები ქრისტეს უწოდებდნენ დავითის ძეს. ხოლო იესოს სურდა, რომ ებრაელებისთვის უფრო მეტი რამ ესწავლებინა, რომ იესო იყო არა მხოლოდ დავითის ძე ხორციელი წარმომავლობის მხრივ, არამედ თვითონ ქრისტე იყო ამავე დროს ღმერთიც. დააკვირდით ამას, ეს არის მათეს სახარების 22 თავის 51 მუხლი და აქედან წავიკითხავ ამ ადგილს. როდესაც შეიკრიბნენ ფარისეველნი, იესომ ჰკითხა მათ: რა სიტყვით ქრისტესათვის, ვისი ძე არის იგი? ხოლო მათ უთხრეს: დავითისა. უთხრა მათ: კი, მაგრამ როგორღა უწოდებს მას სულით შთაგონებული დავითი უფალს, როდესაც ამბობს: უთხრა უფალმა ჩემს უფალს, დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ მტრებს. ამრიგად, თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა ეკუთვნის ძედ? ვერავინ შესძლო მისთვის სიტყვის მიგება,
და იმ დღიდან ვეღარც კითხვას უბედავდა ვინმე. აი აქ უფალი იმას კი არ უარყოფს, რომ იგი ხორციელი წარმომავლობის მხრივ დავითის თესლისაგან იყო, არა. აქ მათ, ესე იგი, როგორც ტექსტიდან სავარაუდოა, რომ ჩვენ ვივარაუდოთ, ჩანს ის, რომ იმდროინდელი ადამიანები, რომლებსაც ფარისევლები ეწოდებოდათ, ხო ეს რელიგიური რაღაცა მიმდინარეობასავით იყო თუ სექტასავით იყო, ფარისევლები, მათ სჯეროდათ, რომ ქრისტე იყო მხოლოდ და მხოლოდ დავითის შთამომავალი, დავითის ძე და ქრისტეს არ მიიჩნევდნენ ღმერთად. ხოლო იესო თავის სწავლებებში, თავის მოწაფეებსაც კი უფრო მეტს ასწავლიდა, ვიდრე იმას, რომ ქრისტე იყო დავითის ძე. დააგვირდით აი აქ იესო რას იძახის, ეს არის ბიბლიის შემადგენელი ბოლო ნაწილი, აპოკალიფსისი, იგივე გამოცხადება და გამოცხადების 22 თავში დაწერილი არის უფლის იესო ქრისტეს სიტყვები, სადაც იგი ამბობს, მე იესომ მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა ეკლესიებში გიმოწმოთ ეს, მე ვარ დავითის ფესვი და მოდგმა და ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი. სული და სასძლო ამბობენ, მოდი, მსმენელმაც თქვას, მოდი, მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი. აქ სიცოცხლის წყალი არის თვითონ ღვთის სიტყვები, სახარება, იესო ქრისტეს სახარების სიტყვები, რომელსაც უფალი იესო ყველა მსმენელს აწვდის, აძლევს უსასყიდლოდ. და ეს სახარება რა არის? ამაზე მოკლედ ვისაუბრე და უფრო ცლად თქვენ შეგიძლიათ თქვენ თვითონვე ბიბლია წაიკითხოთ და ისწავლოთ რა არის იესო ქრისტეს სწავლება. აი ამ ადგილას იესო ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ ის არის დავითის ფესვიც და მოდგმაც. აი ღურეთ, ესე იგი, ფესვი რას ნიშნავს? რეალურად დავითიც იესოზე იდგა. ანუ დავითი კი არ იყო იესოს ფესვი, ასე ვთქვათ, რომელსაც უკავია მცენარე, ხო ეს მეტაფორულად არის ეს გამოყენებული. არამედ თვითონ იესო არის დავითის ფესვიც და მოდგმაც. ესე იგი, აი იქ მაგალითად ჩვენ რომ წავიკითხეთ ლუკასთან გენეალოგიაში, სადაც იესო ქრისტეს ხორციელი წარმომავლობის გენეალოგიაც არის დაწერილი და ამავე დროს ღმერთამდე მივყავართ მას, ხო? იქ დავითიც არის ნახსენები და ბოლოს მივყავართ იმ გენეალოგიას ღმერთთან. ადამია მოხსენებული მანამდე და მერე ღმერთია მოხსენიებული, ხო? აი აქ კი უფალი პირდაპირ ამბობს, რომ მე ვარ დავითის ფესვი და მოდგმაო. დავითი იყო ისრაელის შთამომავალი, ისრაელის იგივე იაკობის შთამომავალი, იაკობის ერთ-ერთი შტოს, იუდას შტოდან იყო დავითი. მაშასადამე ბიბლიაში ბევრი მტკიცებულება არის აი იმისა, რომ ქრისტე ხორციელი წარმომავლობით იყო ებრაელებიდან, ისრაელიანებიდან და იგი არც ქართველი ყოფილა და არც სხვა რომელიმე სხვა ერის წარმომადგენელი. ეხლა მე მინდა ბიბლიის კიდევ ერთი ადგილი წაგიკითხოთ, სადაც დაწერილი არის ამბავი იმისა, თუ როგორ გაქრისტიანდნენ წარმოშობით იტალიელები, რომლებსაც პავლე მოციქულმა უქადაგა იესო ქრისტეს სახარება, იესო ქრისტეს ამბავი და სწავლება უქადაგა მათ და როგორ მოინათლნენ ისინი სულიწმინდით. აქ ძალიან მკაფიოდ ჩანს ის, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის,
და იგი მხოლოდ ებრაელებისთვის არ არის, ქრისტე მხოლოდ ებრაელებისთვის არ მოვიდა, არამედ ქრისტე მოვიდა ყველა ადამიანისთვის და ყველა ადამიანის ცოდვისგან გამოსასყიდად შეეწირა იგი თავისი სისხლი დაღვარა ყველა ადამიანისთვის და ყველა ადამიანისთვის აღდგა მკვდრეთით და ზუსტად ყველა ადამიანს მოუწოდებს მონანიებისკენ და იესო ქრისტესადმი რწმენისკენ, რომ ვინც იესო ქრისტეს ირწმუნებს, მართლაც ცოდვები მიეტევება იესო ქრისტეს სახელით. და ამ შემთხვევაში განსხვავება არ არის ებრაელსა და ქართველს შორის, ებრაელსა და იტალიელს შორის, ან რომელიმე სხვა ეროვნების ადამიანს შორის. და აქ ახლა წავიკითხავ ამ ამბავს, სადაც დაწერილი არის ინფორმაცია, თუ როგორ მივიდა პეტრე მოციქული იტალიელ კაცთან, სახელად კორნელიუსთან და რა უქადაგა მან კორნელიუს და მის ახლობლებს. როგორც კი შევიდა პეტრე, კორნელიუსი შეეგება, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანისცა. პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა: "ადექი, მეც ხომ ადამიანი ვარ." აი აქაც ჩანს პეტრე მოციქულის ისეთი რეალისტური გაგება თავისა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი მოციქული იყო, ადამიანებს არ აძლევდა იმის ნებას, რომ მისთვის თაყვანი ეცათ და აგერ პირდაპირ უთხრა კორნელიუსს, რომ ადექიო, მეც ხომ ადამიანი ვარო. და ამ დროს ნარიმან მაქარაშვილს პირდაპირ უწოდებდნენ ქრისტეს, რეებს აღარ უწოდებდნენ, ხო არის ამისი ვიდეო ჩანაწერები და ნარიმან მაქარაშვილი ამას ჩვეულებრივად უხმოდ იღებდა, ისე რომ არც იმათთვის ხელი გაუქნევია, რომ არა მე არა ვარ ქრისტეო. ხო, ამავე დროს მანდ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ ნარიმან მაქარაშვილი რომ ამბობენ, რომ მდუმარებაში იყო, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, იგი მდუმარებაში არ იყო, იგი იყენებდა კომუნიკაციის წერილობით სახეს და იგი ჩვეულებრივად წერდა და აი ასე ეკონტაქტებოდა იქ მისულ ადამიანებს და შეეძლო მას, რომ დაეწერა ფურცელზე, რომ აი მე ქრისტე არა ვარ, იესო ქრისტე არის ერთადერთი და იქ ყოფი ადამიანებისთვის ეთქვა, რომ აგერ ქრისტეს წერილი ბიბლია ისწავლეთ და სწორად ეკადაგა მათთვის, მაგრამ ნარიმან მაქარაშვილი ასე არ იქცეოდა. გავაგრძელებ წაკითხვას. როგორც კი შევიდა პეტრე, კორნელიუსი შეეგება, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანისცა. პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა: "ადექი, მეც ხომ ადამიანი ვარ." მასთან საუბრით შევიდა შინ, სადაც დახვდა ბევრი წვეული და უთხრა მათ: "თქვენ იცით, რომ იუდეველს ეკრძალება უცხოელთან ურთიერთობა და დაახლოება, მაგრამ მე ღმერთმა მიჩვენა, რომ არც ერთი ადამიანი რომელიმე ადამიანი, ნებისმიერი ადამიანი არ მიმაჩნდეს ბილწად და უწმინდურად. ამიტომ როგორც კი მიხმეთ, უყოყმანოდ მოვედი. ახლა გეკითხებით, რისთვის მიხმეთ?" კორნელიუსმა თქვა: 4 დღის წინ ამ დრომდე ვმარხულობდი. მე-9 საათს კი შინ შევედი სალოცავად და აჰა, დადგა ჩემს წინაშე მოელვარე სამოსით მოსილი კაცი, რომელმაც მითხრა: "კორნელიუს, შესმენილი იქნა შენი ლოცვა და შენი წყალობანი მოხსენებული იქნენ ღმერთის წინაშე. მაშ გაგზავნე ხალხი იოპეში და მოუხმე სიმონს პეტრეთ წოდებულს, რომელიც სტუმრადაა სიმონ დაბაღის სახლში ზღვის პირას. მაშინვე გამოგზავნე ხალხი შენთან და კარგი ქენი რომ მოხვედი. ახლა ყველანი ღვთის წინაშე ვდგავართ, რომ მოვისმინოთ ყველაფერი, რაც უფალს უბრძანებია შენთვის." პეტრემ გახსნა ბაგენი და თქვა: "ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთისთვის უცხოა მიკერძოება, არამედ ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის. მან მოუვლინა სიტყვა ისრაელის ძეთ, რათა ეხარებინა მშვიდობა იესო ქრისტეს მიერ. ის არის ყველას უფალი.
თქვენ იცით რა მოხდა მთელ იუდეაში გალილეიდან მოყოლებული იმ ნათლისმცემის შემდეგ, რასაც ქადაგებდა იოანე. ვინაიდან სცხო ღმერთმა სულით წმინდითა და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას ეშმაკისგან მიმძლავრებულს, რადგანაც მასთან იყო ღმერთი. ჩვენ ავართ ყოველივე იმის მოწმენი, რაც მოიმოქმედა მან იუდეველთა ქვეყანაში და იერუსალიმს. ბოლოს კი ძელზე დაკიდეს და მოკლეს. მაგრამ ღმერთმა აღადგინა მესამე დღეს და მისცა ძალა გამოცხადებოდა მთელ ხალხს კი არა, არამედ ღვთის მიერ წინასწარ არჩეულ მოწმეებს, ჩვენ, რომელნიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრებით აღდგომის შემდეგ. მან გვიბრძანა გვექადაგა ხალხისთვის და გვემოწმებინა, რომ ის არის ღვთის მიერ განჩინებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად, მისთვის მოწმობს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ვისაც სწამს იგი მიიღებს ცოდვათა მიტევებას მისი სახელით. პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ სულიწმინდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა ეს სიტყვა. აი აქ ნაჩვენები არის, როგორ ხდება სულიწმინდით მონათლა. თვითონ უფალმა იესომ პეტრეს მსმენელები მონათლა სულიწმინდით. ესე იგი, რას ნიშნავს ეს? დღევანდელობაშიც ვინც პეტრეს ნაქადაგა აი ამ სახარებას იესო ქრისტეს აი ამ სწავლებას წაიკითხავს და ირწმუნებს, მასაც უფალი ისევე მონათლავს სულიწმინდით, როგორც კორნელიუსი და მისი ახლობლები მონათლა. წინა დაცვეთილ მორწმუნეებს, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, უკვირდათ, რომ წარმართებსაც მოეფინათ სულიწმინდის ნიჭი, რადგანაც ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ისინი სხვადასხვა ენაზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ პეტრემ თქვა, ვინ აუკრძალავს წყლით ნათლისღებას ამათ ჩვენსავით, რომ მიიღეს სულიწმინდა და უბრძანა მათ ნათელ ეღოთ იესო ქრისტეს სახელით. ანუ წყლითაც მოინათლნენ ისინი. მაგრამ აქ არის თვითონ ეს ფაქტი დაფიქსირებული, როგორ ხდება სულიწმინდით მონათლა, ისე რომ პეტრე მოციქული კორნელიუს და მის ახლობლებს არც კი გაკარებია, არამედ მათ იესო ქრისტეს სახარება ახარა, იმათმაც მოისმინეს, ირწმუნეს და უფალმა მონათლა ისინი სულიწმინდით და ასე გაქრისტიანდნენ. და აქ პეტრე მოციქული ამავე დროს ამბობს, რომ ღმერთისთვისო უცხოაო მიკერძოებაო, ვინაიდან მისთვის ყველა ხალხში ღვთის მიმდევარი ვინც არის, მისი მოშიში ვინც არისო, სათნოა მისთვისო და აქ ყველა ხალხში იგულისხმებიან ქართველებიც, ოსებიც, აზერბაიჯანელებიც თქვათ, ხო? ნებისმიერი ადამიანი იგულისხმება, ვინც ღმერთის მიმდევარია და ამიტომაც სხვადასხვა ეროვნების მქონე ადამიანებს, ქართველებს, ოსებს, რუსებს, ან სხვებს არ უნდა შეშურდეთ ებრაელების, იმიტომ რომ ღმერთი მხოლოდ ებრაელების არ არის. ღმერთი ყველასია და აგერ იგი თავისი წერილის მეშვეობით გვიქადაგებს. ახლა მე მინდა თქვენ გაჩვენოთ ის ადგილი, რა რეაქცია ჰქონდათ ქრისტეს მოციქულებს იმ დროს, როდესაც მათ უწოდებდნენ ღმერთებს. აი ნარიმან მაქარაშვილის საქციელისგან განსხვავებით, პავლე მოციქულს რა რეაქცია ჰქონდა იმ დროს, როდესაც მას ღმერთს უწოდებდნენ. ამავე დროს აქვე ვიტყვი იმას, რომ თვით იოანე ნათლისმცემელსაც კი, როცა შეეკითხნენ, რომ შენ ქრისტე ხარო, მან თქვა, რომ არა ვარო. ესე იგი, მას არ უთქვამს, რომ მე ქრისტე ვარო და მოდითო და თაყვანი მეცი თუ არა, მან პირდაპირ თქვა, რომ იგი ქრისტე არ იყო. ვინაიდან აი ამასაც წაგიკითხავთ აი ახლა და ნარიმან მაქარაშვილის საქციელთან დავაპირისპირებ იოანე ნათლისმცემლის და ქრისტეს მოციქულების საქციელს.
დააკვირდით ამას, ეს არის ლუკას სახარების მესამე თავის მე-15 მუხლიდან ამოვიკითხავ. ხოლო როცა ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ამას ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო? დააკვირდით ამას. ყველა ამას ფიქრობდა გულში იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო? იოანეო, მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე უძლიერესი და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა მისი ხამლის საკურელი და ის მოგნათლავთ სული წმინდითა და ცეცხლით. დააკვირდით ახლა აი ამასაც. ეს არის იოანეს სახარების პირველი თავის მე-19 მუხლიდან ამოვიკითხავ. ეს არის მოწმობა იოანესი, როცა იუდეველებმა იერუსალიმიდან წარგზავნეს აარონიანი მღვდლები. აქ საუბარი არის აარონიან მღვდლებზე, არ გეგონოთ საპატრიარქოს მღვდლები. წარგზავნეს მღვდლები და ლევიტელნი, რათა ეკითხათ მისთვის: ვინ ხარ შენ? და აღიარა, როდი უარყო. არ უარყო, ესე იგი. დიახ, აღიარა იოანემ და თქვა: მე არა ვარ ქრისტე. კითხეს მას. მას ვინ ხარო? ელია ხარო? და თქვა: არა ვარო. წინასწარმეტყველი ხარო? არაო. მაშინ უთხრეს: მაინც ვინახარო, რათა პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთო, რა სიტყვიო შენს თავზე. მან თქვა: მე ვარ ხმა უდაბნოში მღაღადებლისა, გაამზადეთ გზა უფლისა, როგორც ბრძანა ესაია წინასწარმეტყველმა. ესე იგი, ეს იოანე იყო კაცი, რომელსაც ხალხი, მოსახლეობა უნდა მოემზადებინა იესო ქრისტესთან შესახვედრად და თვითონ იოანე ქრისტე არ იყო და მან აღიარა, რომ იგი ქრისტე არ იყო. ხოლო ნარიმან მაქარაშვილი თავის თავზე იწერდა, რომ აი იგი იყო ქრისტე და თვითონვე ავცელებდა ამის ამსახველ ინფორმაციებს, აგერ კალენდარს ურიგებდა ხალხს და კიდევ სხვადასხვა საინფორმაციო ხასიათის წიგნებს და სხვადასხვა კალენდრებს აუცილებდა თავისივე ხელით. ხოლო წარმოგზავნილნი ფარისეველთაგანი იყვნენ და კითხეს მას რატომ სცემ ნათელს, თუ კი არც ქრისტე ხარ, არც ელია და არც წინასწარმეტყველი? მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე ნათელს ვცემ წყლით, მაგრამ თქვენს შორის დგას ის, ვისაც არ იცნობთ. ის არის ჩემს შემდეგ მომავალი, რომელიც ჩემზე უწინარეს იყო და მე იმისი ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა ხამლის საკურელი. ეს ხდებოდა ბეთაბარაში იორდანეს გახმაო. ხო, ეხლა ამას აღარ გავაგრძელებ, აი ზუსტად იოანე რომ ამბობდა მეგნათლავთ წყლით, ხოლო ის მოგნათლავთ სული წმინდითო, აი ეს სიტყვები უფალმა იესომაც გაიმეორა და ზუსტად როდესაც პეტრე მოციქულმა ქრისტეს სახარება უქადაგა კორნელიუსს და მის ახლობლებს და ამ სახარების ქადაგების დროს უფალმა იესომ მონათლა ისინი სული წმინდით, ისე რომ პეტრე მოციქულს ხელიც კი არ უხლია კორნელიუსისთვის და მისი ახლობლებისთვის, მხოლოდ თავისი ენით ელაპარაკებოდა მათ, სიტყვიერად ელაპარაკებოდა, მსმენელები ისმენდნენ, ირწმუნეს მათ და უფალმა იესომ ისინი მონათლა სული წმინდით და შემდგომ ამისა მოციქულთა საქმეების მე-11 თავში არის ჩაწერილი, რომ პეტრე მოციქული, როდესაც ავიდა იერუსალიმში, წინა დაცვეთილებმა უყვედრება დაუწყესო მას და ეუბნებოდნენ, რომ წინა დაუცვეთელი ხალხი სახლში შეხვედიო, მათთან ერთად ჭამეო, მაგრამ პეტრემ თავიდან დაიწყო ყველაფერი, დალაგებით უამბო მათ,
რა მოხდა ჩამოვალ ახლა აი აქედან ჩამოყვები კესარიდან მოვიდნენ წარმოგზავნილებიო წავყებიო მათო აი აქედან გავაგრძელებ პეტრე მოციქული იხსენებს კორნელიუსთან მომხდარ ამბავს და ამბობს რომ კორნელიუსმა უამბო მას როგორ იხილა შინ ანგელოზი რომელიც დადგა და უთხრა მასო იოპეში გაგზავნე ხალხი და უხმე სიმონს პეტრედ წოდებულს ის გეტყვის სიტყვებს რითაც ცხონდებით შენსა და მთელი შენი სახლიც ოჯახიც ესე იგი ლაპარაკი რომ დავიწყეო სული წმინდა გადმოვიდა მათზე ისევე როგორც ჩვენზე თავდაპირველადო მაშინ გამახსენდა სიტყვა უფლისა რომელმაც თქვა იოანე წყლით ნათლავდა ხალხს ხოლო თქვენ სული წმინდით მოინათლებითო აი ყურეთ რასაც იოანე ნათლისმცემელი ამბობდა და რასაც ასევე უფალი ამბობდა რომ უფალს უნდა მოენათლა მისი მორწმუნეების სულიწმინდით და არა წყლით აი ეს გაახსენდა პეტრე მოციქულსაც როდესაც პეტრემ სახარება უქადაგა კორნელიუსს და თვითონ უფალმა მონათლა ისინი სულიწმინდით და ამ შემთხვევაში პეტრე მოციქულს ხელი არ დაუსხავს კორნელიუსისთვის და მისი ახლობლებისთვის, არამედ თვითონ უფალმა მონათლა ისინი სულიწმინდით. ამავე დროს აქ უნდა ვთქვა ასეთი რამ, რომ ქრისტეს მოციქულები მონათლის დროს, აი ესე იგი, არც წყლით მონათლის დროს იყენებდნენ მირონს და მით უმეტეს აი აქაც მირონის გამოყენებას ადგილი არ ქონია. ამას იმიტომ ვიძახი, რომ დღეს საპატრიარქოს ორგანიზაცია არასწორად ასწავლის ადამიანებს და ეუბნება მათ, რომ აი ჩვენ მირონს გცხებთო და ეს არისო სულიწმინდით მონათლაო. რაც არის შეცდომა და არასწორია ეს, იმიტომ რომ ქრისტეს მოციქულები მირონს არ იყენებდნენ. მირონის და საკმეველის დამზადება და მოხმარება დადგენილი იყო ძველი აღთქმის დროს მხოლოდ აარონიანი მღვდლებისათვის, სხვას არავის ჰქონდა უფლება მირონი და საკმეველი დაემზადებინა და მოეხმარა, მხოლოდ ძველი აღთქმის დროს დადგენილ აარონიან მღვდლებს ჰქონდათ უფლება ამისა. ხოლო უკვე დღევანდელობაში უფალმა იესო ქრისტემ გააუქმა ის ძველი აღთქმა, გააუქმა აარონიანი მღვდლობაც და გააუქმა საკმევლისა და მირონის დამზადებაც და მოხმარებაც. ასე რომ დღევანდელობაში საპატრიარქოს ორგანიზაცია თავის მსმენელებს ატყუებს და იგი ქრისტესთან არ უშვებს. ატყუებს აიმით, რომ მირონის წასმითო ხდებაო სულიწმინდით მონათლაო, რაც არ შესაბამება სიმართლეს. აი აქაც პეტრე მოციქული იხსენებს უფლის სიტყვებს და ასევე ამბობს როგორ ასრულდა უფლის სიტყვები სულიწმინდით მონათლასთან სულიწმინდით მონათლის შესახებ. მაშინ გამახსენდა სიტყვა უფლისა, რომელმაც თქვა იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, თქვენ კი სულით წმინდით მოინათლებით. თუ კი ღმერთმა ისეთივე ნიჭი უბოძა მათ, როგორც ჩვენ, რომლითაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთსო. ეს რომ მოისმინეს და ამშვიდდნენ ადიდეს ღმერთი და თქვეს. ეტყობა ღმერთმა წარმართთაც მისცა სინანული სიცოცხლისთვისო. ახლა მე მინდა წაგიკითხოთ ერთი ამბავი, რომელიც დაწერილი არის მოციქულთა საქმეების მე-14 თავში, სადაც წერია ასეთი რამ. პავლე და ბარნაბა მოციქულები, როგორც შევიდნენ იკონიაში, ეს იყო გეოგრაფიული ადგილი. იკონიაში
იუდეველთა სინაგოგაში და ისე ილაპარაკესო იქ, რომ უამრავმა იუდეველმა და ელინმა ირწმუნაო. მაგრამ ურჩმა იუდეველებმა ააბორგეს და ძმების წინააღმდეგ წააქეზეს წარმართთა სული. თუმცა ისინი კარგ ხანს დარჩნენ იქ და თამამად ლაპარაკობდნენ უფალზე, რომელიც თავისი მადლის სიტყვა რომ ემოწმებინა, მათი ხელით ახდენდა სასწაულებსა და ნიშებს. მაშინ მოქალაქენი ორად გაიყვნენ, ზოგი იუდეველებს უჭერდა მხარს, ზოგი კი მოციქულებს. მაგრამ როცა წარმართები და იუდეველნი თავიანთ მთავრებთან ერთად აღიძრნენ, რათა შეურაც ეყოთ და ჩაექოლათ ისინი, გაიგეს, რასაც აპირებდნენ და ლიკაონის ქალაქებს, ლისტრასა და დერბესა და მათ შემოგარენს მიაშურეს და ახარებდნენ იქ. ქრისტეს ამბავს ახარებდნენ იქ, ესე იგი სახარებას ახარებდნენ ადამიანებს. შემდეგ ლისტრაში ეჯდა ერთი კაცი, ორივე ფეხწართმეული და დედის საშოდანვე ხეიბრად შობილს თავის დღეში არ გაევლო. ეს კაცი ყურს უგდებდა პავლეს, რომელმაც შეხედა მას და მიხვდა, რომ რწმენა და განკურნების იმედი ჰქონდა. ამიტომაც ხმამაღლა უთხრა მას, ფეხზე დადექი და გაიმართეო. ისიც წამოხტა და სიარული დაიწყო. როდესაც ხალხმა დაინახა, რა მოიმოქმედა პავლემ, ხმა აიმაღლა და ლიკაონურად თქვა, ღმერთებს კაცის სახე მიუღიათ და ჩვენთან ჩამოსულანო. ამიტომაც ბარნაბას ზევსს უწოდებდნენ, პავლეს კი ჰერმესს, ვინაიდან ის იყო თავკაცის სიტყვისა. ხოლო ზევსის ქურუმმა, იგივე მღვდელმა, ზევსის ქურუმმა, ვისი ტაძარიც ქალაქის წინ იდგა, ბჭესთან მორეკა ხარები და მოიტანა გვირგვინები, რადგანაც სურდა ხალხთან ერთად შეეწირა მსხვერპლი. მაგრამ მოციქულებმა, დააგვირით ახლა აი ამას, რა რეაქცია ჰქონდათ მოციქულებს, როდესაც ღმერთებად აღიარეს აი ესენი. აი ნარიმან მაქარაშვილისგან განსხვავებით, რა რეაქცია ჰქონდათ მოციქულებს. მაგრამ მოციქულებმა ბარნაბამ და პავლემ ეს რომ გაიგეს, ტანსაცმელი შემოიხიეს, ხალხს მივარდნენ და შეჰყვირეს. რას ჩადით, ხალხო, ჩვენც თქვენნაირი კაცნი ვართო და გახარებთ, რათა ამ ცრუ ღვთაებებიდანო ცოცხალი ღმერთის მიმართ მიიქცეთო, რომელმაც შექმნა ცა, მიწა, ზღვა და ყოველივე ის, რაც მათშია, და რომელმაც გარდასულ თაობებში ნება უბოძა ყველა ხალხს, თავიანთი გზით ევლოთ. თუმცა სიკეთის მოქმედს მოწმობის გარეშე არასოდეს დაუტოვებია თავისი თავი, ზეციდან წვიმას გიგზავნიდათ, ნაყოფიერ დროჟამს გიძღვნიდათ, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს. ამ სიტყვებით როგორც იქნა დააოკეს ხალხი, რომ აღარ შეეწირათ მსხვერპლი. ეს იყო პავლესა და ბარნაბა მოციქულების რეაქცია, მათი პასუხი ამ გაუნათლებელი ხალხის საუბარზე, რომ ესენი ღმერთად მიიჩნიეს, ზევსს და ჰერმესს ეძახდნენ ამათ პავლესა და ბარნაბას უწოდებდნენ ზევსს და ჰერმესს, მაგრამ პავლემმა და ბარნაბამ უთხრეს მათ, რომ ჩვენცო თქვენნაირი კაცნი ვართო. აი ყურეთ, ჩვენც თქვენნაირი კაცნი ვართო. და ამ დროს ახლა მე ვიდეოები მაქვს ნანახი, სადაც როგორ ელაპარაკებიან ნარიმან მაქარაშვილს, როგორ უწოდებენ ქრისტეს, ღმერთს უწოდებენ ამავე დროს და ნარიმან მაქარაშვილი ჩვეულებრივად ამას იღებდა ისე, რომ არ უთქვამს, რომ
ხალხო ამას რას ჩადით, მე არა ვარ ღმერთი და ისა და ესა თქვა ესეთი რამ ნარიმან მაქარაშვილს არ უთქვამს. არამედ თვითონ ეს კაცი თავისი ხელით პროპაგანდისტულ პლაკატებს, ასე ვთქვათ, აუცელებდა იმ კალენდრებს, წიგნებს, რომელიც იყო ცრუ ინფორმაციებით გაჟღენთილი და მე არ ვიცი ახლა ეს კაცი ნარიმან მაქარაშვილი მიზანმიმართულად, ესე იგი რაღაცა ვიღაცის პროექტის ნაწილი იყო, რომ მოსახლეობაში რაღაცა ცრუ ინფორმაციები დაეთესა და თუ რაიმე სხვა მიზანი ამოძრავებდა მას, მე არც ის ვიცი. ეს კაცი სამედიცინო კუთხით მართლაც დაავადებული იყო თუ არ იყო, მაგრამ სამაგიეროდ მე ვიცი ის, რომ ადამიანებს ტყუილები ახასიათებთ და შეიძლება ადამიანი შეგნებულად იტყუებოდეს, შეგნებულად. და ამიტომაც ვინაიდან მე არ ვიცი ნარიმან მაქარაშვილი სამედიცინო კუთხით იყო თუ არა დაავადებული, მე ეს არ ვიცი, მაგრამ სამაგიეროდ ვიცი ის, რომ ეს კაცი ცრუ ინფორმაციებს ავრცელებდა, რაც არაქრისტიანულია, მიუღებელია და ეს აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს და ამ ვიდეოს ჩაწერის მიზანიც იყო ეს, რომ ეს დამეფიქსირებინა, ვინაიდან არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ნარიმან მაქარაშვილი არავის არაფერს უშავებდა, ჯიპებზე არ იჯდა, ფუფუნებაში არ იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჯერ ერთი თვითონ ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი ცრუ ინფორმაციებს ავრცელებდა, თვითონ ეს ცრუ ინფორმაციების გავრცელება არის არასწორი. და დანარჩენი ახლა ეს კაცი რას შვებოდა ახლა ჯიპზე იჯდა თუ არ იჯდა, ვინმე აფინანსებდა თუ ეს ახლა ფაქტი არის ის, რომ ვიღაცები ამ კაცს ფულს აძლევდნენ და სავარაუდო არის ის, რომ ამ კაცს ფულს ურიცხავდნენ, ალბათ ინტერნეტიდან, აი ვინც მის ვიდეოებს უყურებდა, იქ უთითებდნენ ხოლმე ანგარიშის ნომერს და ფულს ურიცხავდნენ და შემდგომ ამისა სავარაუდოა, რომ ამ ფულს ნარიმან მაქარაშვილი იქ მისულ ადამიანებსაც ურიგებდა, თავისთვის საჭმელსაც აყიდებინ, ნარიმან მაქარაშვილისთვისაც საჭმელს ყიდულობდნენ და ეს არის სავარაუდოდ ნავარაუდები აი იმ ვიდეოებიდან, რომლებსაც მე ვუყურე. იმ საჯაროდ დადებულ ვიდეოებს, რომლებსაც მე ვუყურე, აიქ ჩანს ეს და ამავე დროს კომენტარებში მითითებული იყო ლუიზას, ეს ქალი არის ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც ნარიმან მაქარაშვილის კართან იდგა ხოლმე და მისი საბანკო ანგარიშის ნომერი ჰქონდათ მითითებული, რომ ვისაც სურდა შევეძლო ფული ჩაერიცხა და ალბათ იმ ფულით მერე ყიდულობდნენ სხვადასხვა საჭმელს, რომელსაც ნარიმან მაქარაშვილსაც აძლევდნენ და მერე ეს კაცი სხვებსაც ურიგებდა. მოკლედ ამას რო ახლა თავი დავანებოთ, ფაქტი არის ის, რომ ნარიმან მაქარაშვილი ცრუ ინფორმაციებს თვითონვე ავრცელებდა. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მისმა მიმდევრებმა კი არ შეარქვეს მას ქრისტე და ღმერთი, არამედ თვითონ ეს კაცი ავრცელებდა ამ ცრუ ინფორმაციებს და მართლაც ახლა უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოში გავრცელდა ეს ცრუ ინფორმაცია, რომ ქრისტე ქართველიაო და
ზოგმა ადამიანმა არ იცოდა ეს ინფორმაცია საიდან ვრცელდებოდა და ვინ ავრცელებდა. აი ზუსტად ნარიმან მაქარაშვილი ავრცელებდა აი ამ ცრუ ინფორმაციას, რომ ქრისტეო ქართველიაო და აი ახლა მოდით აი იმ ვიდეოში მე თვითონვე გაჩვენებთ აი იმ ვიდეოს დავაპაუზებთ და გაჩვენებთ აი იმ კალენდარს, რომელსაც ურიგებდა ნარიმან მაქარაშვილი იქ მისულ ხალხს, სადაც ეწერა რომ ქრისტე ქართველიაო. საიდანაც ჩანს რომ თვითონ ეს ნარიმან მაქარაშვილი ავრცელებდა აი ამ ცრუ ინფორმაციას. მადლობა მამაო. Mama Nikola, ზეფიცარი, ხო, ძალიან. Mama Nikola შენი გამარჯვება იყოს მამა, დიდება. ამინ. აი ახლა სხვა ვიდეოსაც გაჩვენებთ, სადაც ჩანს ნარიმან მაქარაშვილი როგორ ურიგებდა პროპაგანდისტული ხასიათის პლაკატებს აქ მისულ ადამიანებს და ამავე დროს ერთ-ერთი ადამიანი ქალი როგორ უწოდებს მას ღმერთს და ღმერთ კაცს. დააკვირდით აი ამას. შენდობა დაკაცება мама Nikola. ვასწავლე, როგორ მოვიქცეთ მამა, როგორ ვიცხოვრეთ მამა, შევიყარეთ ერთმანეთს. მადლობა მამა. შემოსიხარო, ზეო, ჭეშმარიტო ღმერთს. ღმერთს მადლობა. შენდობა. Hey, puri გეტყვით იმას, რომ თვითონ ეს კაცი ჩანს მისი პროპაგანდისტული ვიდეოებიდან, რომ თვითონ ეს კაცი ავრცელებდა ცრუ ინფორმაციებს. ამიტომაც იმის თქმა, რომ ეს კაცი არავის არაფერს უშავებდა, მდგომარეობაში იყო, ეს არასწორი დასკვნა არის და ეს არის ან უცოდინრობის ბრალი, რომ ეს ადამიანები ამ ადამიანებს არ აქვთ ნანახი ეს ვიდეოები. და ამავე დროს ის გაუნათლებელი ადამიანები, რომლებიც ბიბლიას არ იცნობენ და ამ დროს ნარიმან მაქარაშვილს იღებენ ისეც, როგორცაც ეს კაც თავის თავზე ქადაგებდა, ამ ადამიანებისთვის აუცილებელი არის ბიბლიის შესწავლა. იმიტომ რომ თვითონ უფალი იესო ქრისტე ამბობდა ამას, რომ მრავალი ცრუ ქრისტე მოვიდოდა და თავის თავზე იტყოდა, რომ ქრისტე ვარო და მათთვის არ დაეჯერებინათ. შესაბამისად, საქართველოც არ არის გამონაკლისი ამ შემთხვევაში და შესაძლებელი იყო, რომ საქართველოშიც ყოფილიყო ვინმე ასეთი, ხო? ასევე სხვა ქვეყნებშიც თქვათ, ეხლა ეს ყველა ფაქტი არ ვიცი, მაგრამ თვითონ უფალი ამბობდა ამას, უფალმა იწინასწარმეტყველა, რომ იქნებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც თავის თავზე იტყოდნენ, რომ ქრისტე ვარო და ამავე დროს დიდ სასწაულებსაც მოახდენდნენ. სასწაულებსა და ნიშებს, მაგრამ ქრისტიანები მათ ამ ცრუ ქრისტეებს არ უნდა გაჰყოლოდნენ. და შესაბამისად, როდესაც უფლის სწავლება მისი ეს გაფრთხილებებიც დაწერილი არის ბიბლიაში
და უკვე ადამიანი განათლდება ამით, ხო? და ქრისტიანი გახდება, იგი უკვე იცნობს იესო ქრისტეს ასწავლებას და იგი აღარ მოტყუდებოდა არც ნარიმან მაქარაშვილისგან მოტყუდებოდა და არც რომელიმე ცრუ ქადაგებლისგან, რომელიმე ისეთი რელიგიური ორგანიზაციისგან ამავე დროს, რომელი რელიგიური ორგანიზაციაც არასწორად ასწავლის. ამიტომაც არის აუცილებელი, რომ თითოეულმა ადამიანმა თვითონვე ისწავლოს ღვთისმსმენდა წერილი, ბიბლია და რასაც უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, აი ეს დაიჯეროს, ირწმუნოს და აი ასე გახდეს ნამდვილი ქრისტიანი და არ ქონდეს რაღაცა ილუზიები, არ ქონდეს თავისი ფიქრები და აზრები დაყრდნობილი ამა თუ იმ ჭორებზე, ამა თუ იმ მითქმა-მოთქმაზე, რომ იმან ესა თქვა, ამან ესა თქვა, ასე ამბობენ, ისე ამბობენ. ასეთ რაღაცა მითქმა-მოთქმებზე და ჭორებზე დაყრდნობით არ უნდა ჰქონდეს ადამიანს რწმენა, არამედ რწმენა მოდის ქრისტეს სიტყვისაგან. ქრისტეს სიტყვები დაწერილი არის ბიბლიაში და ბიბლიიდან უნდა ისწავლოს თითოეულმა ადამიანმა ბიბლიიდან უნდა მიიღოს განათლება. თვითონ ეს ინფორმაცია, რომ რწმენა მოდის ქრისტეს სიტყვისაგან, ესეც ბიბლიაში არის